1 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ და სამთავრობო სერვისებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა. მიზეზი კი ისაა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ უარი თქვა საბიუჯეტო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. 750.000-მდე დასაქმებული არაანაზღაურებად შებულებაში გავიდა, თუმცა, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, იგეგმება შემცირება. შესაბამისად, ზოგიერთმა თანამშრომელმა შესაძლოა სამსახურის სამუდამო დაკარგოს. უკანასკნელად ფედერალური მთავრობის მუშაობა 2018 წლის ბოლოს 35 დღით შეწყდა. ეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მოხდა. თუმცა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა განაცხადა, რომ მუშაობა დიდი ხნით არ შეჩერდება. მან მიმდინარე პროცესებში ბრალი დემოკრატებს დასთო. იცით, არ ვიცი. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რას იზამენ დემოკრატები, მაგრამ სინამდვილეში არ მგონია, რომ მთავრობამ დიდხანს შეაჩეროს მუშაობა. ეს ჩემი ვარაუდია, რადგან უკვე ჩანს ფაქტები იმისა, რომ დემოკრატები, რომლებიც აქამდე ზომიერებას ინარჩუნებდნენ, იწყებენ ხმამაღლა საუბარს. მათ ესმით ალოგიკურობა იმის, რაც ხდება. მივმართავ იმ ამერიკელ ხალხს, რომელიც თქვენ გიყურებთ. თქვენი მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერების მიზეზი ისაა, რომ მართალია კონგრესის რესპუბლიკელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და დემოკრატიული პარტიის ჩაკ შუმერის ფრთამ ამას ძირი გამოუთხარა. რადგან გვითხრეს, რომ მთავრობის მიერ მუშაობის აღდგენას იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს თუ მილიარდობით დოლარს გამოუყოფთით არალეგალურად ჩამოსული მიგრანტების ჯანდაცვისთვის. ეს სასაცილო წინადადებაა. განცხადებები გააკეთეს დემოკრატიულ პარტიაშიც. მათ მზადყოფნა გამოთქვეს მოლაპარაკებებისთვის, თუმცა აღნიშნეს, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მათ პრიორიტეტად და კანონპროექტს მხარს მხოლოდ დაზღვევების სუბსიდირების პუნქტისა და დაფინანსების გაზრდის პირობით დაუჭერენ. ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ საუბარი სურს. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერ მაღალი რანგის წევრთან. ისინი უბრალოდ მზად უნდა იყვნენ კეთილსინდისიერად იმოქმედონ, რაც ნიშნავს თანამშრომელთა შემცირების, ასევე ხარჯების შემცირების პოლიტიკის გაუქმებასა და ამერიკელი ხალხისთვის ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას. გსურს შეთანხმებას მივახციოთ, რათა უზრუნველყოთ მთავრობის დაფინანსება ისე, რომ ამერიკელების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. თუმცა ასევე უნდა გქონდეს კანონპროექტი, რომელსაც წარმოდგენილ პალატასა და სენატში ორპარტიული მხარდაჭერა ექნება და მას პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს ხელს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ადმინისტრაციას სამომავლოდ კანონის გაუქმება და დაფინანსების შეწყვეტა არ შეეძლოს. ფედერალურ მთავრობას მუშაობა ჯერ არ აღუდგენია და უცნობია, როდის შედგება მოლაპარაკება. არც ერთი მხარე არ აპირებს კომპრომისზე წასვლას. სამთავრობო სერვისების შეჩერების გამო მოქალაქეებსა და ტურისტებს საჯარო დაწესებულებებთან მწვდომაზე პრობლემა აქვთ. დროებით გაუქმებულია სამთავრობო დეპარტამენტის ვებგვერდებიც. ზოგიერთ მათგანზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მუშაობა რადიკალი მემარცხენე დემოკრატების გამოა შეჩერებული.